ბარიატრიული ქირურგია არის რისკისა და ბენეფიტის ბალანსი. მოგეხსენებათ, რომ ორბიდულად მსუქანი პაციენტები გაინცლიან ძლიერ მეტაბოლურ დარღვევებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ. თითოეული პაციენტი ფასდება ინდივიდუალურად და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ოპერაციის შემდეგ მათი მორბიდული სისხლით გამოწვეული დაავადების რისკები გადაფარული იქნება წონისკლებით. არსებობს საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინები, რომლებიც არეგულირებს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის აქტივობას. ჩვენი ბარიატრიული გუნდი მკაცრად მიყვება აღნიშნულ გაიდლაინების ჩვენებას და თითოეული პაციენტის შერჩევა ხდება გაიდლაინების მკაცრი რეკომენდაციებით. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ის პანჯარა, სადაც ყველაზე კომფორტული ოპერაციის გაკეთება. სამწუხაროდ არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს აქვს ჭარბი წონა, მის სიცოცხლე ნამდვილად რისკის ქვეშ არის, მაგრამ თანხლები დაავადებების შესულა დეკომპენსაციის ფაზაში და ჩვენ ოპერაციას ვეღარ ვაკეთებთ გაზრდილი ანესთეზიოლოგიური რისკების გამო. ასეთებია მაგალითად გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია ან გლიკემია და ასე შემდეგ. არასწორად ჩატარებულმა ოპერაციამ შეიძლება პაციენტის ცხოვრების ხარისხი მთლიანად დაანგრიოს. ჩვენ შედეგად შეიძლება მივიღოთ მძიმე მალნუტრიციული შედეგები, რაშიც იგულისხმება ავიტამინოზი, მიკროელემენტების დეფიციტი, ჰიპოპროტეინემია და მივიღოთ უკიდურესი სიგამხდრე პაციენტში და კიდევ უფრო გავაღრმავოთ მისი ოპერაციის წინა პრობლემები. ოპერაციის ჩვენებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის მასის ინდექსს. სტანდარტულად ჩვენ ვიცით, რომ 40-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსის შემთხვევაში პაციენტს ეკუთვნის ბარიატრიული ოპერაცია. თანხლები დაავადებების შემთხვევაში 35-დან 40-მდეც დგება ბარიატრიული ოპერაციის ჩვენება. თუ პაციენტს აქვს მძიმე მეტაბოლური დაავადება, როგორც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, 30-დან 35-მდე სხეულის მასის ინდექსის შემთხვევაში მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგები ფიქრობთ ოპერაციის ჩატარებას. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვინტერესდებით პაციენტს ჰქონდა თუ არა კონსერვატორული გზებით წონის დაკლების მცდელობები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. პირველი შეფასების შემდეგ ყველა პაციენტი გადის მკაცრ კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს. პაციენტის წინასაოპერაციო მოზადებაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც სტანდარტულად შედგება მინიმუმ ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ანესთეზიოლოგის, ფსიქოლოგი, ფსიქიატრისგან, თუმცა გამოკვლევის პროცესში აღმოჩენილი სხვადასხვა გადახრების გამო შეიძლება ამ გუნდის შემადგენლობა ძალიან გაიზარდოს. სრული წინასაოპერაციო გამოკვლევები და პაციენტის სრულყოფილი მომზადება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პაციენტისთვის პოსტოპერაციული პერიოდი იქნება მსუბუქი გართულებების გარეშე.